Fletis rari sikete. Sikete საერთოდ მარძვეური ქმედება, რომელიც მოიცავს იმ ყველა დადებით ნიშანს, რაც შეიძლება უფალმა მოქცეს. მაგრამ ადამიანისგან მოსული სიკეთე ყოველთვის დამადლებული მგონია და ჩემი შეხედულება ესეა, იმიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია სწორი და მარძვეური სიკეთე გასცეს, რომელიც გასცეს და არ მოითხოვოს. ამიტომ მე ვთვლი, რომ სიკეთე ყველაზე დიდი მადლია, ყველაზე დიდი ნიჭია, თუ ეს ადამიანს შეუძლია და თუ ის არის ორიენტირებული არა გაცემაზე არის ორიენტირებული და არამედ მიღებაზე მე ესე ვთვლი. რა არის თავისუფლება? თავისუფლება არის ყველაზე დიდი რამ, ყველაზე დიდი მონაპოვარი, როდესაც ადამიანი ამას გაიაზრებს. თავისუფლება მოდის გონებიდან და არა გარემოდან. შენიდან მოდის, ანუ შინაგანი აქტის ფორმულა. მე რამდენად ვქმნი თავისუფალ აზრებს, თავისუფალ დამოკიდებულებას და გამოდივარ თუ არა შენგან, ვარ თუ არა შენზე დამოკიდებული და ვარ თავისუფალი ტიპი. როდესაც ემოციური პრობლემები მაქვს და ვარ გარესამყაროზე დამოკიდებული და ჩემი თავისუფლება გარესამყაროს მოთხოვნაზეა დამოკიდებული, მაშინ ვთვლი, რომ მე გარესამყაროს მონავა. მაგრამ მე როდესაც შინაგანად თავისუფლები, ჩემ შინაგან ფორმულაში ვიძახი, რომ მე თავისუფალი ვარ საზოგადოებიდან, ანუ არ მაინტერესებს მათი აზრი, მათი დამოკიდებულება, მათი მიზნები, მათი შეხედულებები, მათი სტანდარტები, ხოლო ჩემ შინაგან აქტს რაც ჭირდება, შინაგანი მოთხოვნით მარტო მის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს და მასში ვარ რეალიზებული. ოღონ ერთადერთი რამე არ უნდა გამომჩეს, რომ ჩემი თავისუფლება სხვის თავისუფლებაზე ავაწყო, ანუ ჩემი უბედურება ავაწყო სხვის უბედურებაზე, არ პირიქით ჩემი ბედნიერება ავაწყო სხვის უბედურებაზე, მე არ მიმაჩენია, მაშინ ახალ თავისუფალი ტიპი, როდესაც შენ ამას აკეთებ, შინაგანი აქტით თავისუფლები, შენი შინაგანი წმენდა. რა არის სიყვარული? ალბათ ურთიერთობა, რომელიც განსაკუთრებს ადამიანის მოვალეობებს, პასუხისმგებლობას. სიყვარული არ არის პასუხისმგებლობა, თუმცა სიყვარული ცალმხრივი დაავადება, როდესაც შენ გიყვარს გასცე, მაგრამ ის არ თვლის ობიექტი მოვალე თავს, რომ შენ ის საპირისპიროთ. ანუ მივდივართ ისევე, რომ სიყვარული არის გაცემა, როდესაც შენ იღებ, პირიქით, რაღაცა, შედეგს რა, სხვაგვარად სიყვარული არ არსებობს. ამიტომ მე რამდენად რომ მკითხო რა არის სიყვარული, მე ვიტყვი, რომ ეს არის უთლის სიყვარული, ყველაზე დიდი სიყვარული. სხვა სიყვარული ჩვენ დაგვანახა თუნდაც უილიამ შექსპირმა, რომეო და ჯულიეტა, რომ ამ ქვეყანაზე ეშმაკთატრბოში რეალურ დასაბამის სიყვარულს არ აქვს. ამით დაგვანახა ჩვენ ჰამლეტით, ამით დაგვანახა რომეო და ჯულიეტა, რომელიც ყველაზე სამყარო, ყველაზე იდეალური, რომ ამ ქვეყანაზე დასაბამი არ აქვს. ეს აშკარად ჩანს. მე ვთვლი, რომ სიყვარული მაინც ღმერთია და მისგან მონიჭებული ყველაზე დიდი განცდა, ბედნიერება, რომ გიყვარდეს სხვა. ეს არის ყველაზე თავისუფალი. რა არის ტოლვა ბედნიერებისკენ? ბედნიერება შენშია, ბედნიერება არასოდეს არ მოაქვს სხვას, ეს არ არის ის მომენტი, როდესაც შენ გაგხდის ბედნიერი სხვა. ეს არის შენ შინაგან მხარეში. შენ რამდენად მეკმაყოფილი ხარ, თვითკმაყოფადი თუ ხარ. თუ ადამიანი, თვითკმარი არ არის, უბედურია. იმის გამო, რომ თვითკმარობა ნიშნავს, რომ ადამიანი დილით იღვიძებ, კიდე ერთი ზიანი დღე და ერთი სიცოცხლე მოდის შენთან ახლოს, მეორე ანძრევ ხელს და ფეხს და ჯანმრთელი ხარ, ამაზე ყველაზე დიდი, ეს არის ყველაზე დიდი მნიშვნელობა. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის როდესაც ჩაიცვალ და გამოდიხარ ცხოვრებისეულ პროცესში ხარ, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. დანარჩენი ფული, მატერია, მდგომარეობა, სადღაცა ვიღაცამ რაღაცა წაგართვა, რაღაცა წაართვი, რაღაცა, ეს ყველაფერი ტექნიკური ასპექტი. თუ ადამიანი ამის თვითკმარია და ყოველდღიურად და ყოველ წუთში განიცდის, რომ ეს არის ბედნიერება მისთვის, მცირედიდად კი ბედნიერია, ხო წარმოგიდგენია, რომ რაღაცა მოვა მის ცხოვრებაში, იდეაში რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, ის უფრო განსაკუთრებული ბედნიერება. თვითკმარობა არის ჩემთვის ტოლვა ბედნიერების. ჩემი შინაგანი აქტი, ის რაც მაქვს,
ის რაც მე მომენიჭა ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე, თავისუფლება და ტოლო ბედნიერებისკენ, ეს არის ჩემთვის თვითმფარობა და ყველაზე დიდი ბედნიერება. რა არის ურთიერთობა? მნიშვნელოვანი საკითხია ურთიერთობა, არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, სადაც შეიძლება ადამიანი იყოს რეალიზებული. ურთიერთობა არის ადამიანებთან, საგნებთან, ნივთებთან, გარესამყაროსთან, ბუნებასთან, წყალთან, ხესთან. ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაზე კრიტიკული სიტუაცია და ყველაზე რთული რაც შეიძლება იყოს, ეს არის ადამიანური ურთიერთობები, რომელიც ძალიან რთულია, ძალიან სიღრმისეულია, ძალიან ფაქიზად მოსაქცევია და ძალიან დასაკვირველია ადამიანთან ურთიერთობა. ყველაზე კარგი ჩემთვის ურთიერთობა არის ბუნებასთან ურთიერთობა, რომელიც უზარმაზარ ცოდნას მაძლევს, ეს არის თვალეზე დაკვირვება, მზეზე დაკვირვება, ეს არის წყალზე, მთაზე, ხეზე, ტყეზე, ანუ ბუნებაზე, ანუ ჩემთვის არის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა, სადაც ჩემი კომუნიკაცია არის პირდაპირ მასთან. ურთიერთობა ღმერთთან, ურთიერთობა ჩემი პირდაპირ მოვლენა, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი უფალთან, ჩემი ცოდვებით, ჩემი მინუსებით, ჩემი პლუსებით, მასთან დიალოგში შესვლა და მასთან საუბარი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა, თუ რა შეიძლება მე მქონდეს. არის ფული, ყველაზე რთული რამე ვთქვით ამ ცხოვრებაში. ფული ჩვენ ვამბობთ მატერია რეალურად, რამდენად არის ბედნიერება ადამიანებისთვის, ეს არ არის ბედნიერება, იმიტომ რომ მას საბოლოო ჯამში არ მოაქვს ისეთი ბედნიერება, რომელსაც ადამიანი ისახავე, რომ მე თუ ეს მექნება, იქნებ ბედნიერი, მე მილიონი ადამიანი მინახია, ესეც აქვს, მატერიაც აქვს, ყველაფერი, მაგრამ არის უბედური. რატომ? იმიტომ რომ ფული არ განსაზღვრავს თავისუფლებას. პირიქით, ბევრ შემთხვევაში ფული გართმევს თავისუფლებას. იმ დოზით, რა დოზითაც გაქვს ძალიან ბევრი, უფრო მეტი თავისუფლება მიაქვს, კიდევ მეტი თავისუფლება მიაქვს და ასე შემდეგ. ჩემი მონობაში ყველაფერს ხვედს ფული შენ ცხოვრებაში, ამიტომ შენი ადგილი, შენი როლი, ანუ გადადის მეორე პლანზე. და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი ადამიანები არიან ის, მიუხედავად ამისა ფული აქვს, მაგრამ ფულზე მაღლა დგანა და ფულის მართვა შეუძლიათ და როდესაც არ მართავენ ფულს. ანუ ჩემთვის არის ყველაზე მაგარი ადამიანი ის, რომელსაც აქვს დიდი ფული, მაგრამ ამ ფულს თვითონ მართავს და ფული ვერ მართავს მას. მე ესე ვუყურებ. ანუ ამ კუთხით არის ჩემი შეხედულება. რა არის ცოდნა? ყველაზე მნიშვნელოვანი. ცოდნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ რა შეიძლება ადამიანს მიეცეს რეალიზება, მის პოტენციალს, მის შეგრძნებას, ფილოსოფიურ გაგმას, ეს ნიშნავს, რომ შენ აღიქვა სამყაროს ყველაზე დიდი დიალოგი, რასაც ქვია ცოდნა. მიუხედავად ამისა, რომ ეს არის ძალიან ცოდნის მიღების ხერხი არის ძალიან გაადვილებული, თავი ადამიანი მოინდომოს და თუ კი რამე შეიძლება ბედნიერება მოუტანოს ადამიანმა, თუ რამე შეიძლება ადამიანმა მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება გაატაროს მასთან, ეს არის მისი ცოდნა. თუ მას ეს შეუძლია, რომ ისწავლოს, შეიმეცნოს, გაიაზროს და გახდეს მინიმალური ფილოსოფოსი მაინც, იმიტომ რომ საკუთარ თავს დაუსვას კრიტიკული შეკითხვები, საკუთარ თავთან შევიდეს დიალოგში, საკუთარი თავი დასაჯოს, გაახაროს, გააბედნიეროს, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მაგარი განათლებული ადამიანები არიან ესენი. მაგრამ როდესაც ადამიანები იწყებენ ზღვის განჯას, ზღვის უფლებების მოვალეობების მოპარვას, ზღვის თავისუფლებების, ზღვის ფინანსების და ასე შემდეგ, ის ადამიანები არიან ზუსტად გაუნათლებელი ადამიანები და სწორედ ეს არის, თუ გინდა იყო განათლებული, დაიმორჩილეს საკუთარი თავი. თუ დაიმორჩილებს საკუთარ თავს განათლებით და მისცემ საკუთარ თავს ყველანაირი განათლების, ტორმოზის, გაშვების, შემოშვების, ინფორმაციის მიღების და გავრცელების, ანუ ხარ ბედნიერი. სხვაგვარად ხარ სხვაზე დამოკიდებული ბედნიერი, რომელიც სხვის ფრთებზე და სხვის გაფრენილ სიტუაციაზე იწყებ რაღაცეების აზრების მოგრებას. ესეა ყველაზე მნიშვნელოვანი. მადლობა.